შემწუხდა მოწაფეების ზღვაში ჩადიან გახსოვთ და ესე იგი რომ თენდება გახსოვთ, ესე იგი უკვე რა იწურება ღამეა, ანუ ღმერთისაგან მიტოვებულობის განცდა შეიძლება გქონდეს, ღამეა, უფალი ზემოთ არის, განშორებულია მოწაფეებისგანაც, ყველასგან განშორებულია, ღამეა, ანუ და თენდება, ანუ ღამე სრულდება, ანუ სამყაროს სამქვეყნიური არსებობის დასასრულის განცდა, ხო? ან კიდე თითოეული ჩვენგანის სამქვეყნიდან გასვლის პერიოდი დგება. ჩვენ ხო დიდხანს არ ვცოცხლობთ, ხო? ხო ხვდებით, რომ არ ვცოცხლობთ დიდხანს, მალე უნდა გარდავიცვალოთ და აი ფაქტურად ჩვენ ყველანი ვდგავართ გარიჟრაჟზე რა. გარიჟრაჟზე მარადიული სიცოცხლისა. კაცმა რო თქვას ადამიანი როგორც კი გააცნობიერებს რაღაცას, ხო, აზროვნებას იწყებს, მან პირველ რიგში ეს გააცნობიერებს, რომ თავისი მარადიული სიცოცხლის გარიჟრაჟზე დგას, იმიტომ რომ ის სიბნელე, რომელიც სიბნელეში ჩვენ ვიმყოფებით, რომ ვერ ვხედავთ ღმერთს, ეს სიბნელე მალე დამთავრდება და წარვდგებით ღვთის წინაშე, რომელიც იქნება ან საშინელი, ან ბედნიერება. ხო, აი ეს მომენტია და ამიტომ ეს პერიოდია და აქაც ეს პერიოდი ეს ფაქტობრივად მოხდა, რაც აღწერილია წმინდა წერილში, მაგრამ სიმბოლურად ამასაც ნიშნავს, რომ აი ზღვა როგორც ცხოვრების სიმბოლო, თენდება, ანუ მთავრდება ეს ღამე და ეხლა იქნება შეხვედრა ღმერთთან და მერე ქარი დიდი და ღელვა და ეშინიათ ამათ და რატო? იმიტომ რომ ესეა, ხო, ამ ცხოვრებას თავისი ღელვარება ახლავს, საშიშროებები ახლავს და უცებ მოდის იესოს ზღვაზე. ანუ მოულოდნელად მოდის მათთვის წარმოუდგენელი, ხო ნახეთ რა დაემართებოდათ, მაგრამ ამასაც თავის სიმბოლური სახე აქვს, რომ ქრისტე ისე მოდის შენთან, შენ რო ვერ წარმოიდგენ, შენ რო გონია რომ შორს არის, შენ რო გონია რომ დაგივიწყა, ან შენ კავშირი არა გაქვს და ასე შემდეგ, ანუ უფალი კვლავ მოდის შენთან, კვლავ მოგინახულებს და ეხლა ეს იონეს სახარებაა და ერთ-ერთ მახარებელთან ესე წერია, რომ მოდის გვერდის ავლა უნდა. ანუ და ამ გვახსოვს რომ დაინახეს, ჯერ ხო შეეშინდათ ეხლა ზღვაზე, ამ აკაფებულ ზღვაზე წყალზე მოდის, როგორია განცდის თვალსაზრისით, მაგრამ რო არ დაენახა და დაენახეს და დაიყვირეს და რო არ დაენახათ და რომ ბოლომდე მიძინებულები ყოფილიყვნენ, სახარებაში წერია, რომ უნდა გვერდი აევლო და გასულიყო. ანუ აქაც სიფხიზლე გვმართებს ჩვენ, როცა ამ ცხოვრებისოლ განსასწრებლებში ვართ, სიფხიზლე გვართებს, რომ უფალი კი მოვა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვერ მიხვდეთ ამას და გვერდი აგვიაროს და წავიდეს. ანუ ისე ვიყოთ აი ამ ცხოვრებისულ ზღვაში დანთქმული და ამ ქვეყნიური პრობლემებით დატვირთული, რომ საერთოდ აღარც კი გვეცალოს იმაზე, რომ ვიფიქროთ, ღმერთი შეიძლება მოვიდეს, ღმერთი ვიგზნოთ, განვიცადოთ, ამის თავიც აღარ გვქონდეს. იმდანად ვიყოთ გადართული მთლიანად ამ ქვეყნიური პრობლემების მოგვარებაზე.